როცა ივანე ჯავახიშვილი თავის დროზე საუკუნეს წინ წერდა, რომ ალბათ ისიც მხოლოდ ვარაუდით წერდა, რომ ალბათ 300,000 კაცი ყავდათო სელჩუკებსო, ეს ცნობები რაც ახლა ჩვენ ჩამოთვალეთ, არ ქონდა ივანეს მაშინ. ხო, რას იყენებდა ივანე ჯავახიშვილი? იყენებდა იბნ ალ-ასირის ცნობას, მაგრამ ახლა პრობლემა რაშია? კოჩა ჯაფარიძემ, რომელმაც იბნ ალ-ასირის ცნობა გამოსცა თავის მახლობელი აღმოსავლეთ ისლამურ სამყაროში, ეს არის საუკეთესო ნაშრომი, რაც კი დაწერილა შუა საუკუნეების საქართველოსა და ისლამურ სამყაროს ურთიერთობაზე. საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთ ისლამურ სამყარო მე-12-მე-13 საუკუნეებში ესეთი ნაშრომი აქვს მას. იქ პირველად, ხოდა შორის სოსო მარგიშვილიზე უფრო ადრე, კომენტარში იბნ ალ-ასირიზე აქვს მითითებული, რომ იბნ ალ-ასირის ორიგინალში წერია 30,000 ჯარისკაცი და ეს გოჩა ამბობს, რომ ყველაზე რეალისტურთან მიახლოებული რიცხვია იმ წყაროებს შორის, რადგან იბნ ალ-ასირი არის პირველხარისხოვანი წყარო. ანუ 1-0 აქვს ივანეს მიმატებული შეცდომით. იცი რატომ აქვს? იმიტომ რომ ზოგიერთ გადამწერთან არ ჩანდა კარგად იყო თუ არა ის ნული, ასე ვთქვათ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს და რატომ? იმიტომ რომ შუა საუკუნეების რიცხვები, რაც კი მოცემული არმიებში, აბსოლუტური ფარსი არის. ეს რიცხვები იწერება იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს რამდენი დაწერო. ჩვენ სიცოცხლეში სულ აქციები არის, ხან რუსთაველზე, ხან რიყეზე და ამდენი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა არის, ამდენი კამერა იღებს, ხალხი იქ დადის და აი დიაპაზონი ხაც ეგრე არის, ხო, რომ 20,000-ის რო ამბობს, თქვა ერთი, მეორე ამბობს 200 და 300,000, ხო და ნუ გასაგებია.